აი ყველაფერზე სააკაშვილი ბრძანებით თუ მითითებით თუ რა სულ ყველანი აწყობილი იყვნენ ერთონალობაში რომ როგორმე ეს სიამოვნებია და იმის სიამოვნება ის იყო რომ სულხან მოლაშვილი დაეტანჯათ იქ სულხანის ყავდა გარკვეული მეგობრები რომლებიც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ სურათს რომ უღებდნენო მიშა სააკაშვილი ესე გაბღეძილი სიამოვნებით უყურებდა ამას როდესაც აწამებდნენ მაგასო და მათიასიოში რომ ჩამოვიდა ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ 10 წელია იქაურობა და მათიასიოში უთხრა რომ დაავალა ნუ გინა თუ არა ნახეო სულხანიო და ელენე თევდორაძე და ქალბატონი ელენე და მათიასიოში რო გააღეს კარები სულხანი ჩაიკეცა თურმე. რატო? იმიტომ რომ სინათლე არ აქონდა იქ. აი ესე დასაჯომი არ აქონდა. საშინელ წამებაში ყავდათ ეგ. ამას ჩვენ მერე ვგებულოდით. 11 თვე რომ არ უმკურნალეს და მერე ვერ ძალიან დაავადეს სულხანი იქა. უხაროდათ ესა თუ რა იყო არ ვიცი მე რატო აკეთებდნენ ამას არ ვიცი რა ასეთი წამება და ასეთი ისა კი არ მომიკლეს შვილი დანა კი არ გაუყარეს შუბში წვია კი არ დაახალეს ნელი სიკვდილით მომიკლეს ნელი სიკვდილით მერე და მერე ისეთ რაღაცეები გამოქონდათ იქიდან ამბავი რომ მე პირადად ტირილი კი არა ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე და აღარ ვიცოდი რა როგორი საქმეა რა არის იცით დედა გარდამეცვალა მამა ძმა მეუღლე ყველა ხო უბედურება მაგრამ შვილი ტებს არ უსურვებ სულ სხვა გზნობა აი ესე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა მაგის